მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეველის ტაროლოგიურ არხზე. მოდით დღეს ვნახოთ რა ინფორმაცია არის კონკრეტულად თქვენთვის საჭირო რომ მიიღოთ. უბრალოდ ინფორმაცია მათთვის, ვინცაც ამ ვიდეოს ამოუგდებს, რა ინფორმაცია არის რომ გაითვალისწინოთ. თქვენთვის ინფორმაცია, ვინც ამ ვიდეოს ნახავს. მაქსიმალურად ეცადე რომ შეინარჩუნო ნეიტრალური პოზიცია, იქნება ეს სამსახურეობრივი სიტუაციის კუთხით, იქნება ზოგადად ურთიერთობის თვალსაზრისით ოჯახის სიტუაციებში. ჩათვალე რომ ეს არის შენი კონკრეტული გამოცდის პერიოდი. რამდენად შეიძლება რომ გაუძლო არსებულ სიტუაციას, რამდენად გაქვს ძალისხმევა იმის რომ შენ ამ ყველაფერს გაუმკლავდე. გახსოვდეს რომ რაღაცა მომენტში, როგორც არ უნდა ასე ვთქვათ, შენზე წარმოდგენა ქონდეთ ილუზიური რომ რაღაცაში შეიძლება მტყუანი იყო, რომ რაღაცაში მართალი არ იყო. ეს რჩება მათი აზრის მდგომარეობაში. ეს არის მათი შეხედულება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეთი არის, ხომ? მეტი ზომიერება გამოიჩინე, მეტად გიყვარდა საკუთარი თავი, მეტად დააფასე საკუთარი პოტენციალი, რომელიც გაგაჩნია. და გახსოვდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება რომ შენ გინდოდეს ან აზრის სახით წამოვა, კარგად დაფიქრდი, რამდენად გიღირს ეს ყველაფერი. შესაძლებელი არის, რომ ხშირად ეს აზრი, რომელსაც არ ანხორციელებ და რეალურად შეიძლება რომ წარმატება მოგიტანოს, ზუსტად ის არის, რაც გჭირდება, ხო? ანუ რეალურად, სანამ კონკრეტულად რაღაცას გადაწყვეტავ, დაფიქრდი, მაგრამ ზედმეტი ფიქრიც ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი არის გაბრკოლებდეს. შენ რეალურად გჭირდება, რომ გაუმკლავდე იმ სირთულებს, რომლებიც ცხოვრებისეულად გაქვს და მეტად იყო ჰარმონიულ სიტუაციაში. დააფასე თითოეული წამი, რომელიც გაგაჩნია, დააფასე ის სიტუაციები, რაც გაქვს და მეტად შეიყვარე საკუთარი თავი და მეტად გაანებევრე საკუთარი თავი. საკუთარი თავისთვის იცხოვრე და არა სხვებისთვის. და საბოლოო რჩევა და შემდეგ უკვე ყველაფერი დაგილაგდება, როგორც პირადი, ასევე ურთიერთობები, ასევე ბალანსირების თემები, მეტად დააფასე და პირველ ადგილზე დააყენე საკუთარი თავი, თუ გინდა რომ წინსვლა გქონდეს.